რეკლამის განვითარების პარალელურად ეთიკური სტანდარტების დაცვა აქტუალური და აუცილებელიც გახდა. დღეს არსებული სტანდარტებით არაეთიკურად მიიჩნევა ის რეკლამა, რომელიც შეურაცხყოფს სხვადასხვა რასის, სქესისა და რელიგიის ადამიანებს. ასევე არაეთიკურად მოიაზრება კონკურენტის დაკნინებაც. თუკი მე-20 საუკუნეში ეს პოსტერები უწყნარ რეკლამად აღიქმებოდა, დღეს ამ ფორმით პროდუქტის პოპულარიზაცია დისკრიმინაციულად ითვლება. ასეთია მაგალითად 1920-იანი წლების საპნის რეკლამა, სადაც თეთრკანიანი გოგონა აფროამერიკელს ურჩევს დედამ საპნით დაბანოს. ან სიგარეტის რეკლამა შემდეგი სლოგანით: შეაბოლე მას სახეში და ის ყველგან გამოყვება. ქალის როლი სარეკლამო რგოლებსა და პოსტერებზე დღემდე საკამათო თემად რჩება. ფემინისტები და ქალთა უფლებების დამცველები ფიქრობენ, რომ თანამედროვე რეკლამებში ქალი წარმოჩენილია როგორც სექსუალური სათამაშო ან დიასახლისი, რომლის ინტერესის სფეროც მხოლოდ სამზარეულო და სახლის დალაგებაა. ვატიკანის აღშფოთება გამოიწვია 2011 წელს ცნობილი ბრენდის ბენეტონის რეკლამამ, რომელიც სიძულვილის წინააღმდეგ იყო მიმართული. დამონტაჟებულ ფოტოებში რომის პაპი და ეგვიპტის იმამი, ასევე ამერიკის შეერთებული შტატებისა და ვენესუელას პრეზიდენტი ერთმანეთს კოცნიან. სარეკლამო სტანდარტების ბრიტანულმა კომიტეტმა მობილური ტელეფონების მწარმოებელი კომპანიის Motorola სატელევიზიო რეკლამა აკრძალა, სადაც საუბარია იმაზე, რომ ტელეფონი Atrix-ი ყველაზე ძლიერი სმარტფონია. კომიტეტის აზრით, რეკლამას მომხმარებელი შეცდომაში შეხავდა, რადგან Motorola-ს კონკურენტის Samsung Galaxy-ს პროცესორი ბევრად უფრო ძლიერი იყო. 2011 წელს სკანდალი მოჰყვა კოსმეტიკური ფირმა L'Oreal-ის პოსტერის აკრძალვასაც. L'Oreal-ის ამ სარეკლამო კამპანიაში კინომსახიობები ჯულია რობერტსი და მოდელი კრისტი ტერლინგტონი მონაწილეობდნენ. აკრძალვის მოტივი კი ის გახდათ, რომ პოსტერში ჯულიასა და კრისტის უბადლო სახისგანი კოსმეტიკის ეფექტურობის საჩვენებლად იყო გამოყენებული. არდა მათი სახეები კომპიუტერულად იყო დამუშავებული, რაც მომხმარებლის შეცდომაში შეყვანად ჩაითვალა. 2011 წელს სკანდალში გაეხვა ნატალი პორტმანიც. სტანდარტების კომისიამ დიორის სარეკლამო პლაკატები აკრძალა, რადგან მიიჩნია, რომ დიორის ეგრეთ წოდებული ტუშის ეფექტი გაზვიადებული იყო და რეალობას არ ასახავდა. L'Oreal-ის კიდევ ერთი პოსტერი აიკრძალა ბრიტანეთში, რომელზეც მსახიობი რეიჩელ ვაიზი იყო გამოსახული. მიზეზი ამ შემთხვევაშიც Photoshop-ის გადაჭარბებულად გამოყენება გახდა. ვინაიდან ტრადიციული მედია მსგავსი ვიდეო რგოლებისა და პოსტერების ტირაჟირებას ბლოკავს, აკრძალული რეკლამების ყურება მხოლოდ ინტერნეტითაა შესაძლებელი.